კიდევ ერთი სასარგებლო რჩევა ახალ ბედამძღოლებს თუ როგორ უნდა მოურჩეთ საბოლოო ჯამში, ანუ დაპარკინგებას სწორად, ანუ ზოგი ნეიტრალური, მერე სადგომი მოხრუჭი და მერე პარკინგიო. აი მოდი გავიაროთ ეგ თემა სინამდვილეში როგორ არის. ანუ პირველ რიგში გეტყვით, რომ მსგავსი ოპერაცია სჭირდება, როდესაც აი ესეთ აღმართზე ჩერდებით, ან დაღმართზე, სადაც რისკი არის იმის, რომ შეიძლება გადაცემათა კოლოფით აზიანდეს, თუ არ გავითვალისწინებთ აი ამ ფაქტორს, ნახეთ, ჩერდებით, ვაგდებთ ნეიტრალურში, ამოწევთ სადგომ მუხრუჭს და აუცილებელია, რომ ფეხი გაუშვათ მუხრუჭს. რომ ფეხი თუ მუხრუჭს არ გაუშვით, ანუ ეს ფუჭი მოქმედება. ამის შემდგომ ვაპარკინგებთ. იმიტომ რომ დაკიდების სისტემა არის, ანუ რომ დაეკიდა უკვე სადგომ მუხრუჭზე ეს ჩვენი ავტომობილი და დაპარკინგდა, ანუ ეს ჩათვალეთ, რომ მეორე ხარისხოვანია გაჩერებისას და ეს მთავარია. მოდი ახლა გაჩვენებთ თუ რას აკეთებს გარეთ, ანუ რა დაკიდებაზეა საუბარი. ანუ აი ნახე, თავიდან გავაჩერებ. გავჩერდი. ჩავაგდე ნეიტრალურში, ამოწიე სადგომი მუხრუჭი და აი მუხრუჭს რო ფეხს აუშვებ, დააკვირდით გარეთ რას იზავს. აი რაღაც აი ამ ადგილს დავაკვირდეთ. აი ნახეთ. და მერე ამის შემდგომ ხდება დაპარკინგება.